კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, მე ირაკლი ვარ ყურაშვილი. ეს გადაცემა არჩევნები 2025-ია, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ეთმობათ, სადაც კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ ამორჩევლებს საკუთარი ხედვები გააცნონ. წარმოგიდგენთ პირველი ბლოკის სტუმრებს პარტია გირჩიდან. საკრებულოს სიის პირველი ნომერი გია მასალკენი, სიის მეორე ნომერი ლაშა დანელია და სიის მესამე ნომერი ნიკა დანელია. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემისთვის. ბატონო გია, პირველ კითხვას თქვენ დაგისვამთ, როგორია განწყობა მოსახლეობაში გირჩის მიმართ? მრავალშრიანი, ვთქვათ ასე. ხო, გარკვეულ სიმპათიას გძნობ და მათ შორის არა მარტო ახალგაზრდებიდან. ხო არის რაღაც ერთგვარი სტერეოტიპი, რომ გირჩი ახალგაზრდების ძირითადად პარტია, მაგრამ გაიზარდა ეს იცით, ასაკობრივი ასე ვთქვათ, ბარიერი ჩვენი მხარდაჭერებისა და ყოველ შემთხვევაში უკვე დაიწყო ის, რომ აი ქუჩაში გამლელი პიროვნება ხშირად უცნობიც კი ჩერდება და გვისურვებს წარმატებებს ამ არჩევნებში. სწორი შენიშვნა. სხვათა შორის გირჩი რითიც განსხვავდება სიმპათია ანტიპათიებით სხვა პარტიებისგან. აი გირჩის ლიდერები ქუჩაში დადიან. სხვა პარტიების ლიდერები ქუჩაში ვერ დადიან, არ დადიან. ზოგი არ დადიოდა, ახლა ვერ დადის. ალბათ ნანობს ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ არ დადიოდნენ, ახლა ვერ დადიან. და გირჩს ეგ შემთხვევა არ აქვს ახლა გუშინაც. მაგალითად, ჩვეულებრივ ერთ-ერთ ბარში ვიჯექით, ვისხედით იაგოსთან ერთად. ანუ ყოველი ჩამოსვლა ეგეთია, ანუ მე უფრო ხშირად ბათუმში გირჩის ლიდერებს ნახულობ, ვიდრე მაგალითად ორჯერ და სამჯერ რო ჩამოდის იაგო, სამჯერ ნახულობ ბათუმში, ბათუმის ბარში ან ბულვარში ან ასე შემდეგ. ვიდრე ბათუმის ან ბათუმის აჭარის თავმჯდომარეს, ანუ არ აქვს მნიშვნელობა. ერთხელ არ ყავს, ალბათ სულ ჯამში ერთი თავმჯდომარე მყავს ქალაქში ნანახი. ეს არ განსხვავება გირჩსა და სხვა პარტიებს შორის. აი თქვენც გითხარით მაშინ განწყობებზე და შემდგომ უკვე უფრო სხვა კითხვებზე გადავალ. განწყობები ბატონმა გიორგიმ საკმაოდ სწორად განაცხადა ამის შესახებ მრავალშენე, მაგრამ აი რადიკალურად უარყოფითი არ არის ჩვენთან მიმართებაში. ჩემი აზრით სწორად აღწერა ამ სიტუაციას. ანუ შეიძლება არ გვაძლევდნენ ხმას, მაგრამ არ იყვნენ რადიკალურად უარყოფითი. აი დანარჩენმა პარტიებმა მაინც მოახერხეს, რომ არიან მათი გულხურვალე მხარდაჭერები, რომელიც ბრმად მიყვებიან მათ, ან არიან რომელთაც სულთ საერთოდ და გაგონება არ უნდა და შეიძლება საერთოდ რავი დანახვაზეც ასე სულად გახდნენ და აი ჩვენთან ესეთი მდგომარეობა არა, ამიტომ ამის რწმენა გვაქვს, რომ დღეს თუ ვინმე გადაუწყვეტებელი არის იმაში ვის მისცეს ხმა, ჩემი აზრით ყველაზე კარგი გამოსავალი შესაძლებლობა არის გირჩი. და ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც, რომ ახალი ხილი და ახალი გემო ნახონ როგორც ბათუმურ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს პოლიტიკაში. და ჩემი აზრით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკა ამით, ადგილობრივიც და საქართველოს. გასაგებია, არჩევნების წინა საარჩევნო სამზადის ყოველთვის თან ახლავს დაპირებები, წინა საარჩევნო დაპირებები, თუმცა თქვენი პარტია თითქოს ამ ყველაფრისგანაც რაღაცნაირად განსხვავდება. თუნდაც საარჩევნო რგოლი იქნება ეს შეხვედრები, მოწოდებები თუ ასე შემდეგ. აი რა არის თქვენი პარტიის მთავარი დაპირება, ის რაც ამომრჩევლამდე გაქვთ ახლა მიტანილი, ან მთავარი გზავნილი რა არის პარტიის? სწორად აღნიშნეთ, ირაკლი, რომ ამაშიც გამოვირჩევით და ამაშიც ვართ საკმაოდ ორიგინალურები, რასაც ნიშნავს წინასაარჩევნო აგიტაცია, პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მაღალი წარმოდგენის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაზე სამწუხაროდ, მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ამორჩევლის დონე გაიზარდა და მე მგონი უკვე ნაკლებად აინტერესებთ ადამიანებს ეს მოსაბეზრებელი ერთი და იგივე დაპირებები, შეხვედრები, რა ვიცით, შეხვდით დიდობის მოსახლეობას 10 კაცი ეზოში ან გაზეთების დარიგება, ან კლიპები, არაფრის მთელი კლიპები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ როცა ჩვენი პარტიის ასე ვთქვათ, ლიდერებთან გვქონდა ურთიერთობა და ვკითხე, აი რას მოელით ჩემგან, აი რა უნდა ვაკეთო, ვთქვათ. იცით რა მითხრა, აი იყავი გულწრფელი. ჩვენ ვიქნებით გულწრფელები, ჩვენ ვიცით, რომ აი ჩვენ არც ერთი არ ვართ პოლიტიკური აქტივისტი, ანუ პარტიაში არც ერთი არ მუშაობთ, ასე ვთქვათ, ხო? ბიზნესმენები არიან
ძმები დანიელები მე აკადემიურ სფეროდან ვარ, ანუ ჩვენ შექმენი ჩვენი ბიოგრაფიები, გვისნობს ამ ბიოგრაფიით ქალაქი და ჩვენ მოვედით, მოდით რა ძალიან მარტივად ვიტყვი. მე მინდა ვიცხოვრო ამ ქალაქში. მე მინდა რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობდეს ამ ქალაქში და ჩემი სანათესო და ჩემი მეგობრები და ჩემი აზრით კარგ ქალაქში ვცხოვრობ, უნიკალურ ქალაქში ვცხოვრობ და მე მინდა ეს უნიკალური ქალაქი გავხადო უფრო კომფორტული საცხოვრებლად. და მე ყველაფერს გავაკეთებ ისათვის რომ აი ცოტა ის გაფუნდის უდად ბათუმელებისათვის. ჩვენ ხო რაღაც ეკონომიკური ის ხო არ ვართ, რა ქვია, რაღაც პროექტი, აი ბათუმში ეს ბათუმში უნდა განვითარდეს ყველაფერი ის, რაც წაგვადგება ჩვენ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს, რომ აქ ამ ქალაქში ვიცხოვროთ კარგად, ნორმალურად გავიაროთ ქუჩებში, გქონდეს ნორმალური თვითმმართველობა, გქონდეს ნორმალური სოციალური სერვისები და წვდომადობა სოციალურ სერვისებთან. ამიტომ ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენ იქნებით სამი დამოუკიდებელი პიროვნება, ჩვენზე ვერ მოახდენს გავლენას. აქამდე ასე ვიარეთ ცხოვრებაში და აწი რა უნდა დაგვემართოს და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიმართლე. რაც კარგი იქნება, ეთყობა ძალიან დაუჭერთ ხალხს, რაც არ იქნება კარგი, აგუდგებით და გამოვალ და ხალხს ველაპარაკებით სიმართლეს. ეს გაკეთდა და გაკეთდა, ეს ვერ გაკეთდა, იმიტომ რომ აი ამ პიროვნებამ, ამ ძალამ წინ აგუდგა ამას. აი ჩვენ პირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ ისათვის, რომ ბათუმი გახდეს უფრო ადამიანისთვის საცხოვრებლად კომფორტული სივრცე. გესმენთ? მთავარი განსხვავება, რასაც ჩვენ პირდებით და რაც რეალურად 2003 წლის მერე ალბათ ბათუმში არ ყოფილა და არც ერთ ქალაქში ალბათ. ამ მთავრობის პერიოდში საერთოდ ეს არ იქნება ვერტიკალი. ანუ ის ვერტიკალი, რომლის დროსაც მაგალითად ყველამ ვიცით, თქვენ აირჩევთ ლელოს, აირჩევთ გახარიას თუ აირჩევთ ქართულ ოცნებას, ის იქნება ვერტიკალი. არც ერთი პირი, არც ერთი საკრებულოს არჩეული პირი არ არის არჩეული. რეალურად თავარი რაც ჩვენ გვაქვს, ანუ მუნიციპალიტეტმა მართოს საკუთარი თავი, ეს არ სრულდება არც ერთი პარტიის პირობებში. ვინმე იცით, რომელიმე საკრებულოს წევრი, რომელიც საქმეს გააკეთებს, თუ ხილაკის დამჭერი არ არის? ან თუ გინდათ უმაღლა ეს საბჭოს წევრი. ეს იმართება ვერტიკალიდან. არ მოეწონებათ რაღაც შეეშლება, მაგალითად, საკრებულოს წევრს ქართულ ოცნებაში. ჩაანაცვლებს ქვემოთ დგომი სიაში. ჩვენ ამას გეუბნებით, რომ 5 კაცის იქეთ, აი 5 კაცია ჩვენ სიაში, რომელსაც ენდობა ეს პარტია, რომლებზეც იციან, რომ ჩვენ ვართ ბათუმლები, ვიყვარს ბათუმი, მთავარი ამით შეირჩა. არა იდეოლოგიით, მთავარი ამით შეირჩა. რა თქმა უნდა, თანხმედრები უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ ყოფილიყავით ადამიანები და ყვარებოდა ქალაქი. იმიტომ რომ პასუხისმგებელი მე ვარ პირველი ბათუმ ხალხთან და მე ვარ პასუხისმგებელი ან პარტიასთან ან იაგოსთან. მე არ დავრეკავ. მაგალითად, როცა გადაწყვეტილება მისაღები ბათუმში რაღაცა, ანუ ღილაღზეა დასაჭერი თუ რაღაცა ორ რაღაცა შორის უნდა ავირჩიო, არ დავრეკავ და არ ვიკითხავ იაგოს რომელს დავაჭირო. პირველი მე გადავწყვეტ და თუ უბრალოდ დამჭირდა რაღაცის კონსულტაცია, დამოცდილების ამბავში მაგაში გადავწყვეტ. იმასაც თუ გადავწყვეტ, მაგალითად, რჩევით და რომც იყოს იაგოს რჩევით გადავწყვეტ. მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად და არც ერთი მე ვიქნები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ფეხით დავდივართ დღემდე ქალაქში და ფეხით გვინდა გადაადგილება. ეს არის ფეხით სკუტერით გადაადგილება. გადაადგილებით რომ მანქანით არ მოვედით აქ, თორემ ვერ ვიტყოდით. ფეხით გადასაადგილებელი ქალაქია და მე მინდა რომ ყოველთვის გადავადგილდებოდე ბათუმში. მაგალითად, თბილისში ყავს ლელოს კანდიდატი, შეეძლო თბილისში მოიგო ლელოს, მაგალითად, ან დიდი კონკურენცია გაეწია და აირჩიეს ძალიან კარგი ბათუმელი ადამიანი, ირაკლი კუპრაძე, რომელიც მე პირადად ვიცნობ, კარგი ადამიანია, მაგრამ არ არის თბილისელი. თვითონ ვერც იქნება პასუხისმგებელი მერობის შემთხვევაშიც კი ვერ იქნება პასუხისმგებელი თბილისზე. ანუ შეეძლო ბევრი მერე ყოლია თბილისის ისეთი, რომელიც არ არის კანდიდატი, ანუ მაინც და მაინც ფაქტობრივად არის ბადრი, იქ ხო ბადრი და მამუკა ხაზარაძეა პასუხისმგებელი. ბათუმის კანდიდატი რო ყოფილიყო ირაკლი კუპრაძე, კიდე ვიტყოდი რომ იქნებოდა პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ბათუმელიო. ორი ვარიანტი ქონდა მაგალითად კუპრაძეს და ლელოს ქონდა ორი ვარიანტი, კარგი ვარიანტი რომ ორ ქალაქში მოიგო არჩევნები. ერთი იყო ბათუმი, ირაკლი ბათუმელია და მეორე იყო ჭიათურა. ირაკლის ჭიათურაში ძალიან ბევრი რაღაცაა გაკეთებული იმ ხრივ რომ პროტესტებში იყო თავის მთლიანად პერიოდი თელი სტუდენტობა ის ძალიან გადაარებული. არა, უბრალოდ იმას ეს რაც გააკეთეს, ან რაც გააკეთეს, ნიშნავს რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. კარგი ადამიანია.
კარგი პოლიტიკოსი ალბათ თუ ლელო ვინმეს არჩევდა თავისი ხრიდან ყველაზე კარგი ის იქნებოდა, მაგრამ არა თბილისისთვის. თუ თბილისში ვერ ნახეს სხვა, მაშინ ჯობდა დაეთმო, მაშინ გირჩისთვის ასპარეს. გასაგებია. ანუ ეგეთი და ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებელი რეალურად, რომ ჩვენი ნებისმიერ გადაწყვეტილება იქნება ჩვენი და არა იაგო პარტიას ვაბრალებთ, არც იაგო იტყვის, რომ ჩვენ ვართ რაიმე მხრივ მართული და აი მე ვარ პასუხისმგებელი, მაგალითად როგორც პრემიერები იცვლებიან აქ, როგორც მერები გადიან ჩვეულებრივად მერები წერენ განცხადებას 3 თვით ადრე თავმჯდომარეები წერენ განცხადებებს და მიდიან 3 თვით 4 თვით ადრე მერე ზოგს იჭერენ ზოგი რაღაცა თვითმკვლელობის ცდილობა და ასე შემდეგ გაურკვევლად და ენაცვლება მეორე რგოლი რომ იმიტომ რომ რაღაცას ვერტიკალია ანუ გასაგებია მაგრამ აი ნახეთ თვითონ არ არის მაყურებელი რომ არ დავაბნიოთ მარტივად რომ ახსნათ თქვენ მესმის რომ ამბობთ რომ პარტია არ ჩაერევა თქვენს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში მაგრამ თქვენ ხართ სიით ანუ სწორედ პარტიის სახელი წარმოდგენილები თქვენ იზიარებთ პარტიის იდეოლოგიას მოგწონთ მათი ხედვა მოგწონთ მათი საარჩევნო კამპანია და ასე შემდგომ ანუ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ხომ რაღაც გარკვეული ტიპის ვალდებულება გაგაჩნიათ პარტიის მისამართი თუნდაც იმისათვის რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილების შემთხვევაში არ დაუჭიროთ ამ თუ იმ პარტიას მხარი გირჩის საწინააღმდეგოდ ხო თუნდაც ეს ხომ ერთგვარი ვალდებულება ან თუნდაც ის რომ ახლა ბათუმის ამომრჩევლებს მოუწოდებთ ესე იგი მოუწოდებთ როგორც კონკრეტული პარტიის სახელით მაშინ თქვენ ადგებოდით შექმნიდით თქვენს რაღაც კოალიციას და მიიღებდით ამ მიმართულებით მონაწილეობას ხო მართალია თავარი გამაერთიანებელი თავარი იმის გარდა რომ იდეოლოგიაში ბევრი დამთხევა გვაქვს ჩვენ გირჩთან რა თქმა უნდა როდესაც პარტიაში ხარ ან პარტიასთან გაქვს ურთიერთობა ვერავინ ვერსეთ პარტიაში ვერ იტყვის რომ 100% ემთხვევა ყველა ერთმანეთს ხო ნუ ლოგიკურია ხო ლოგიკური ეს შეიძლება მოატყუოს საზოგადოებას მე თავის მართლება გიწევს მაგალითად ან გიწევს ერთის თქმა მე მეორეს თქმა და ასე შემდეგ თავარი რაზეც ჩვენ შევთანხმდით და მაგიტო ვართ ბათუმის საკრებულოში შევთანხმდით იმაზე რომ ჩვენ გვიყვარს ბათუმი ჩვენ ბათუმი უნდა მართავდეს ავტონომიურად თავს და რა თქმა უნდა გირჩის დიდი წილი იდეოლოგიები ჩვენთვის მისაღებია იმათმა იციან ჩვენ რაზე ვართ წამსვლები რას გავაკეთებთ და იციან რომ ჩვენ არაფერ ზიანს არ მივაყენებთ ანუ განზრახულად არანაირად ხალხს ეს არის მთავარი შემკრები ჩვენ ამის იქეთ პირველ რიგში პირდაპირ მაქვს იაგოსთვის ნათქვამი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ქალაქი სადაც ვიყრი კენს ვარ პასუხისმგებელი ქალაქზე და შემდეგ ქალაქთან და მერე პარტიასთან. ერთადერთი ადამიანი იყო პოლიტიკაში იაგო, რომელსაც ეს ავუხსენი ველაპარაკე და სიაში ჩამსვა. დანარჩენ მე მქონია კომუნიკაცია სხვა პარტიებთანაც. იყვნენ მოსულები. ვისაც კი ოდნავ ეჭვი გაუჩნდა რომ შეიძლება გვერდით აი რაღაცა მეუბნებოდი აი მორალში უნდა ჩაჯდეს, ჩემ მორალში უნდა ჩაჯდეს, ქალაქისთვის უნდა იყოს საკეთილდღეო. და თუ პარტიის იმაში ჩჯდებოდეს, არა პრობლემა, პარტიის ხედვებში ჩჯდებოდეს, მაგრამ ეს ორი არის მნიშვნელოვანი. ამას თუ გადაუხვედა პარტიის ჩარჩოში ჩჯდება, მხოლოდ მე ხელს იქ არ გავაქანებ, ხილაკს არ დავაწვევ. ყველა ვარი თქვა, აბსოლუტურად ყველა ვარი თქვა, იმიტომ რომ თავარი დანარჩენ პარტიებში, ჯერ არის პარტია და შემდეგ არის ქალაქი ან ქვეყანა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პარტიის ნიშნულს თუ გადაუხვიეს, იმათ ძალიან დიდი რისკი აქვს, რომ რაღაცა ჩამოიშლებათ. იმიტომ რომ რავის, სამწუხაროდ ასე არასწორად მიდის ჩვენთან პოლიტიკა. გირჩი არ არის ეგ პოლიტიკა. აი ამას ნამდვილად ვპირდები, რომ თუ მე მექნება მორალურად გადასაწყვეტი პარტია თუ ქალაქი, როგორც მე, ისევე იაგოც გადაწყვეტს ქალაქს. აბსოლუტურად. იმიტომ რომ ყველა კანდიდატი ესე აირჩია. პირველი, რასაც ეძებდა იაგო და რასაც ეძებდა გირჩი, ეძებდა კარგ ადამიანებს. არა ბნელი წარსულით და უბრალოდ ქალაქის სიყვარულით და შემდეგ ეძებდა იყო თუ არა ამომრჩეველი გირჩის. შემდეგ ეძებდა ქონდა თუ არა თანხმედრა და შემდეგ ელაპარაკებოდა რა იყო გირჩის იდეოლოგია. კარგი ადამიანის პოვნის შემთხვევაში არ ხდება ჩვენთან არ ხდებოდა რომ აი გირჩია და გავიყვანოთ აი დიდი ღვაწლია გირჩთან და გავიყვანოთ ერთადერთი რასაც ვერ ვპირდებით ამორჩევებს აი გირჩი ცოტა უცნაური პარტია მაგ მხრივ აი
გირჩი შესრულებით თითქმის ყველა აი ეს მე მგონი ცოტა ადრეა დაბადებული 2 წუთით ასეთ ვიფას. აი მაგას ვიცემ სხვა სიტყვას. კი, იმიტომ რომ დრო საკმაოდ გაგვექცა, აქედან გამომდინარე მინდა რამდენიმე კითხვა მოვასწრო. ბატონო გია და თქვენთანაც მექნება ეს კითხვა. ნიკა გვიპასუხება ალბათ და გავიგებთ თქვენს გარკვეულ პოზიციასაც ამ შემთხვევაში. ბატონო გია, იმ შემთხვევაში თქვენ თუ საკრებულოში მოხვდით, რა იქნება ის ინიციატივა, რომელიც აი თქვენგან იქნება წარმოდგენილი? ალბათ ბუნებრივია ეს იქნება რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე, მაგრამ უკვე ალბათ გექნებათ ამაზე ნაფიქრი. ნუ ბუნებრივია, ნუ რამდენიმე მიმართულება ახლა ბუნებრივია ყველას ვერ გავხსნით, მაგრამ პირველი რაც ჩემი აზრით ჭირდება ჩვენ ქალაქს, რომელიც არის კიდევ ერთხელ უნიკალური ქალაქი თავისი დაგეგმარებით, თან ახალი ქალაქია, ხო? ყველაზე ძველი შენობა შუქურაა ბათუმში, ხო? ამავე დროს ძალიან ძველი. ჩვენ ჭირდება ეს, ნუ ბოლოს და ბოლოს ეს ერთიანი თანამედროვე ქალაქის დაგეგმარების გეგმა, ანუ კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რომ არ იყოს ეს მშენებლობა ქაოტური. მე ბევრისგან განსხვავებით მივესალმები ყველა ახალ მშენებლობას, ყველა ახალ სათავჯენს. იმიტომ რომ სხვანაირად ქალაქი არ ვითარდება და სათავჯენებს ნახავთ ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, მაგრამ ის რაც წარმოადგენს ფიზიონომიას ქალაქს, რაც წარმოადგენს მის კარკას, ხო, რაც არის ბათუმი და რის გამოც ის უყვარს ყველას და ჩვენს, აი ეს უნდა დარჩეს როგორც არის, დანარჩენი სივრცეები უნდა ავითვისოთ რაღაც სხვა მიმართულებით და ამისათვის საჭიროა მუშაობა ინვესტორებთან, საჭიროა ამ კონსტიტუციის მიღება და ამ კონსტიტუციის ქალაქ დაგეგმარების გეგმის, რასაც გენერალური გეგმა ქვია, მისი დაცვა. ეს ერთია, მეორე ძალიან მაწუხებს. ნუ მეორზე ვიტყვი, მე თქვენ თქვენ გაგავდე. მე ძალიან მაწუხებს ეკოლოგიური სიტუაცია ქალაქში, ხო? რა ბენზინს გამოვიყენებთ ქალაქში, საცობები, ბავშვები ყველაფერს ამას ამით უნდგავენ და ამისი რო შტორმი იყო, თქვენ ნახეთ რა ხდებოდა ბათუმის პლაჟზე, ხო? ანუ სანამ არ მოევლება იმ ვინც არ არის ნამყოფი, ერთხელ მაინც უნდა გავიდეს და ნახავს რა ხდება ნაგავ სახელზე. ეს არის აბსოლუტური კატასტროფა იქ რა ხდება და ყველა წვიმის შემდეგ საყოფაცხოვრო ნივთები ყველანაირი დაცურავს ჩვენ ზღვაში და თუ ჩვენ გვინდა ტურისტული ქალაქი ვიყოთ, ხო? ერთი ტურისტულ სერვისებს უნდა მოევლოს და ფასები ცოტა კორელაციაში იყოს, მაგრამ ამას რო თავი დავუნებოთ, ეს სიბინძურე თუ ზღვას არ მოშორდა, ჩვენ ვერაზოს ვერ გვახვდები წარმატებული ტურისტული კურორტი, როცა გვერდით არის თურქეთი, სადაც 8 თვე არის მზე და არის აბსოლუტურად სუფთა ზღვა. ნუ აი ეს ორი მიმართულება არის, კიდევ მიმართულები თუ დრო დაგვჭირდა. ბუნებრივია, მაგრამ აი გისმენთ თქვენც, მოდი ჯერ ნიკამ გითხრას, მე თქვენ გითხრათ. ახლა თქვენ გაინტერესებდათ მიმართულება, რომელი მიმართულებაზე უნდა წავიდეთ? ანუ ინიციატივები, რომელიც ბუნებრივია უნდა გააგეჩინოს. თავარია, ანუ ძალიან ბევრი ინიციატივა შეიძლება გაკეთდეს რა, აბსოლუტურად. ანუ იმდენი პრობლემა აქვს ქალაქს, ახლა ესე რაღაცა რო ვთქვათ, ანუ ბატონმა გეამაც ვერ აარჩია ფაქტობრივად რაღაცები სპონტანურად, რაც თქვა, უსაკარო ძაღლები თავარი არის, რომ რეალურად ანუ საუბარი დაიწყოს რა, მართლა ანუ საკრებულოში ქალაქზე დაიწყოს საუბარი და მართლა რაც არის, რაღაცა ელემენტარული ერთი საქმეც რო გაკეთდეს, მართლა ისე როგორც არის საჭირო ბოლომდე, აი ის ფინანსური რესურსი, რაც ქალაქს გააჩნია და რეალურად დღეს საქართველოში ბათუმზე დიდი რესურსი მარტო თბილისს აქვს, ანუ ეკონომიკური სიტუაციამდე ავიდა ბიუჯეტი. ანუ და მზარდია რა. ანუ ეს რესურსი ბოლომდე რო იხარჯებოდეს და დაიხარჯოს და სწორად ანუ ჩემი აზრით ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ამ 4 წელიწადში. ან თავარი არის საუბარი დაიწყოს და ისე არ მოხდეს, ანუ არა ჩვენთვის საჭირო თავარი არა, მნიშვნელოვანი არ არის რომ ჩვენ გამოვშთეთ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ რაღაცაზე, ანუ როდესაც ადგილობრივ თემას ეხება, ნებისმიერ რაღაცაზე დავეხმარებით თუნდაც ქართულ ოცნებასაც, ან ნებისმიერს თუ გინდა ლელოს, რომ აი სწორი პროექტი და სწორი პროექტი შევიდეს ისეთი, რომ ზოგადად კანონების სახით ჩვენი პარტია ესე წინააღმდეგია, მაგრამ ისეთი კანონპროექტის წინააღმდეგი არ არის, რომელიც ზოგადად ინდივიდუალურად ხალხსაც ერგება, ანუ თუნდაც ზოგი კანონპროექტი პირიქით კანონს გამორიცხავს, ანუ ლიკვიდაციას ახდენს რომელიღაცა კანონების და ამ მხრივ შეიძლება ესეთი კანონების მიღება. ნუ საუბარია დასაწყები პირველ რიგში ინიციატივების მოძებნა ძალიან ბევრი შეიძლება საცობებთან დაკავშირებით. შლაგბაუმის როლს არ შევასრულებთ აშკარად. ახლა ამისათვის არ შევდივართ და ნუ შეიძლება არასწორად გამიგოს მაყურებელს, მაგრამ არც ერთი ჩვენთაგანისთვის ეს არის რაღაც ისეთი აი ვოცნებობ მთელი ცხოვრება როგორ მოხდება ბათუმის საკრებულოში. არა ჩვენთვის ვინც დაკავებული ვართ სხვა საქმე ეს იქნება უფრო
პასუხისმგებლობა, ჩვენ დრო გვექნება გამოსაძებნი, რომ ამას თუ აგვირჩევენ, ხო? ჩვენ მთელი ძალით და გონით უნდა ვიმუშაოთ და ეს იქნება პირველ რიგში პასუხისმგებლობა. და როგორც დავდიოდით ფეხით ამ ქალაქში და ვესალმებით ხალხს და თვალებში უყურებ, აი ასე ვაპირებთ გაგრძელებას, ხო? და ამიტომ ვისაც უნდა რომ გირჩის ხმა ისმოდეს ჯერ საკრებულოში, მერე კიდევ რომ მოვა საპარლამენტო არჩევნები, ხო? არ უნდა დაიზაროს და 4 ოქტომბერს ეს არჩევანი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ არჩევანი პრინციპში არც ისე დიდია, ნაშა. არის ქართული ოცნება, არის არც ისე დიდი მე მგონი ერთი არჩევანი. მოდით უნდა გავიზრდები რომ კიდევ პატარა-პატარა პარტიები არის, რომელსაც სამწუხაროდ ვერ მივასწორებ და არის გირჩი. აი აქ გეკდებათ არჩევანის გაკეთება. როგორი მარტივია. თქვენ დაიწყეთ საუბარი გულწრფელობაზე, ზოგადად ეს პარტიის ერთ-ერთი ნიშაო აცხადებდით. მე მინდა გკითხოთ გულწრფელად თქვენგან პასუხები მოვისმინო, უბრალოდ რა მოლოდინია ახლა პარტიაში, რა შედეგი შეიძლება დაედოს პარტია გირჩმა. პროგრამა მინიმუმ, პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენთან ესე როგორც იცით ახლა exit poll-ები და ესეთი გამოკითხვები არ ტარდება, მაგრამ თვითონ პარტია რეალურად ახლა ამ წუთას დადო იმედმა მე მგონი. გორბის კვლევა დადო, იმედმა დაიდო 10% დაგვიწერა და როგორც ოცნება ამბობს 10%-ს ვიღებთ, როგორც ოპოზიცია ამბობს ასევე 10%-ს ვიღებთ, იმიტომ რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნება წერს თვითონ რა იქნება საერთოდ, ანუ ყალბდება ყველაფერი, ნუ მაგ ვარ ჩვენც დაახლოებითაც და ანუ ორივე მხარემ თანხმდებით, რომ ჩვენ ვიღებთ 10%-ს ახლა ამ წუთას. ანუ თქვენც მოლოდინი გაქვთ გაყალბების? მოლოდინი გაქვთ გაყალბების, ამას გულისხმობდით? არა, მე ვამბობ მოლოდინს ზოგადად ოპოზიციის და ქოცების, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ანუ ჩვენ მაინც ჯერჯერობით პატარა პარტია ვართ, ესე რომ ვთქვათ, რესურსიც არ გვაქვს იმდენი და გარე ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე თანხმდება თვითონ ოპოზიციის ჩვენ გარდა ოპოზიციაც და ჩვენ რაზე ვთანხმდებით, ამას არ ვამბობ, ჩვენ გარდა ოპოზიციაც და ქოცებიც. ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ხელი შეუშალოთ ამას? ანუ არ გამოდის სხვანაირად 10% გვეკუთვნის. ეგ უნდა დაიწერა. ჩვენი თავარი მოლოდინი რაც არის ჩვენი კანდიდატები ნებისმიერ სადაც ყავს ქალაქში. თავარი არის რომ ერთი კაცი მაინც შევიდეს. რაც მეტი შევა უკეთესია, მაგრამ უნდა გავიგოთ რა ხდება ქალაქების საკრებულოში. აი ქალაქმა უნდა გაიგოს რა. ჩვენ რომ გავიგებთ ქალაქი გაიგებს. მაგალითად, აი არავინ არ იცის ბათუმში რომ თურმე შეიძლება მიხვიდე განცხადება და წერო რაღაცა პრობლემა აქვს, ვიღაცა ყურადღება მოგაქციოს. არის ორი პარტია, ან სამი პარტია ერთმანეთზე გადაჯაჭვული. აი არაფერზე მსჯელობა არ მიდის, არაფერი პრობლემა არ დგას. არა, კამათი და დინება და რაღაცა. არა, ეს და აი ბათუმის საკრებულოში რო არჩევენ, საგარეო პოლიტიკას რო არჩევენ და მივდივართ რუსეთისთვის თუ ამერიკისთვის, ბათუმის საკრებულოში რო არჩევენ და კითხვას რო დაგისმევენ რომ აი წყალი იჭედება, თქვა თან ისაშენდა და შენ რო პასუხობ რომ აი ეს რუსები და არა ესეთ რაღაცას რო აკეთებ. შენ ანუ რისთვის გიხდის ბათუმის მერია, ბათუმის ბიუჯეტი ფულს რისთვის გიხდის? რისთვის აგირჩიეს? და რას აკეთებ? ანუ აჩვენებ ვითომ რომ აი სხვა გრძნობებზე მიყავს ამორჩეველი. ეს არის ამომრჩევლის მოტყუება. როგორც ოცნების მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე შევდივარ ბათუმის საკრებულოში, რომ ბათუმზე ვიმსჯელო და ბათუმის პრობლემებს მივხედოთ, თორე ახლა აი რომ ეთქვენ რომ აი იქ მაია სანდუმ გაიმარჯვა, თქვა ან რაღაცა ტრამპი შეხვდა ყაველაში. ანუ ამას რომ მეკითხები, აი მე რა პასუხი უნდა გაქცევ? ანუ თქვენი კონკრეტული ორიენტირი იქნება ბათუმზე. რისთვისაც შევდივართ, ის უნდა გავაკეთოთ. მუშა მიწყებ მუშაკობდეს, ჯარისკაცი გულოვნებდეს. ეს უნდა გავაკეთოთ და აქედან საკრებულო და ან უმაღლეს საბჭოდან დადგებია და კითხვა სხვას უსმევენ, ან საერთოდ არ უსმევენ თუნდაც ადგილობრივი ტელევიზიები, ან ეს წამყვანი ტელევიზიები, თბილისის ტელევიზიები, მაგალითად ჩამოდიან და ეკითხებიან საგარეო პოლიტიკაზე, ან ბათუმის აქციაზე. რა სისულელია ბათუმი გახდა, მოინდომეს რომ ბათუმი გამხდარიყო ცენტრი პოლიტიკური, არ არის ბათუმს აქვს მისი პოლიტიკური ცენტრი ჯერ პირველ რიგში და შემდეგ არის საქართველოს პოლიტიკაში ჩართული ბათუმი. აქ უნდა მოგვარდას ჯერ და უნდა ჩავედე ქრონომეტრაში 2 წუთი გვაჩვენილი, ამიტომ საერთოდ გთხოვთ მიმართეთ მაყურებელს და ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი. ბატონო გია, ბოლოს თქვენ დაგასრულებინებთ, ნიკათი დავიწყოთ. ნუ ვისაც გჯერათ, კარგით, მაშინ თქვენ. კი ბატონო, გიძახეთ. ნუ ვისაც გჯერათ რომ
4 ოქტომბერს, არა 5 ოქტომბერს გაიღვიძებდა ახალი ხელისუფლება დაგხვდებათ, თქვენ ვერ მოგმართავთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნუ აზრი არ აქვს, უკვე არჩებათ რო გადაწყვეტებისა და დაწყვეტებისა. მე ვიცი რომ ჩვენ ყავს მომხრეები ქალაქში, ეს მომხრეების რიცხვი ვიცი რომ გაიზარდა და ყველა არ უნდა დაიზაროს და ყველა უნდა მივიდეს 4 ოქტომბერს არჩევნებში. ჩვენ არ ვეუბნებით არავის რომ ჩვენ მოვდივარ და ისინი წავლენ, არცაც წავსვლელი არავინ არ არის, ჩვენ მოვდივართ რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიზიაროთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ როგორც პოლიტიკურმა ერთ-ერთმა პარტიამ და ჩვენ ვიბრძით რომ ერთ პოლიტიკურ ველზე მოგვარდეს პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველანი არჩევნებს. ლაშეგისმით. გონი თითქმის არ შეიძლება მე თქვა ყველაფერი უბრალოდ დანარჩენმა აი მამორჩეველმა უნდა შეხედოს აი ვის აძლევს ხოლმე იქ ხაზავ 41-ს ხაზავ 36-მეც თუ ხაზავ 9-იანია ხო მგონი 9-იანს ან 25-ს გახარიას ანუ შედის მხოლოდ ან შედის გახარია ან ბიძინა ან შედის ხაზარაც დანარჩენი არის სახელი და გვარები ყველა პარტიაში აბსოლუტურად ვერავისთან ვერ მიხვალ და ვერ იმჟელებ იმ პრობლემაზე რაც აქ ბათუმს ერთადერთი ჩვენ ვართ ვისთან შეიძლება მოხვიდე და მინიმუმ პრობლემა როგორ გვარდება ის მაინც გაგირკვიოთ საკრებულოდან ჩვენ არ ვიცით აი სამი კაცით რა უნდა შევძლოთ ეს საკრებულოში რა უნდა შევძლოთ მაგრამ შევეცდებით რომ რაღაცებზე წამოვიღოთ შევეცდებით ინფორმაცია მაინც გამოვიდანოთ შევეცდებით ის მაინც გაგიგოთ რატოა ბათუმში ძველ ბათუმში ყველა შენობაზე ხარაჩოები აკრული და რატო არ ეკეთება ორგანგას მუშები და დანარჩენ ადგილას არ გას ამას მაინც გაგირკვევთ რაღაცას მაინც გავარკვევთ და ჩვენ ავიღებთ ამას პასუხისმგებლობა დანარჩენი არ ვიცი რა გითხრათ თუ შევალთ თლიანად მე სხვა ამბავი გასაგებია და დავასრულოთ თქვენ ნიკაგის მე მინდა რომ ჩაითოს კამერა ჩართულია კამერები ყველა ხო გისმენთ მე მინდა რომ ვეთანხმები თავის რასაც ამბობენ მე მინდა რომ ამორჩევლებს მაინც მივეხმარო გადაწყვეტილების მიღებაში კოცების ამორჩევლებს ვეთქვი რომ აი ეხა რო გამოქვეყნა და პროცენტობა ძალიან მაღალ პროცენტს იღებს კოცები რეალურად ეხა ესე რომ ვთქვათ მუხტიც არ აქვს რომ მოვიდეს ძალიან დიდი ნაწილი არ მოვა და ამიტომ ვთხოვ რომ მოვიდნენ და მისცენ ხმას გირჩს ანუ ის კოცების ამორჩევლებს რომ რაღაც დაბალანსდეს და ძალიან ასტრალში არ გავიდეს ეს პროცენტობა. გარდა ამისა, ნაცების ამორჩევლებს ვთხოვ რომ აი ვინც არ მიდის და 4 ოქტომბერს მოვა და ჩვენ მოგცემს ხმას, მე შეიძლება წავიდეთ თბილისში და დავდგეთ და 5-ში გავიღვიძებთ ახალ საქართველოში, სადაც ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ ვიქნებით და საკრებულოში ჩვენ ვიქნებით და თავრობაში ხო და თბილისს ლელო გამოგვიჯავს. ნუ მოკლედ მინდა რომ გირჩის ამომრჩევლები დარწმუნებული ვარ რომ მოვლენ და მოგცემენ ხმას აი დანარჩენ ამომრჩევლებს რომლებიც ფიქრობენ რომ აი ძალიან ბევრი პროცენტობა აქვს კოცებს აზრი არ აქვს მისვლას და ლელო გახარიას შემთხვევაში არ ვიცი რას ფიქრობენ მაგრამ მოვიდნენ და მოგცემენ ხმა ჩვენ მაგათი ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი გირჩის ამორჩევლები ჩვენ აუცილებლად მოგცემთ. მადლობა გაიცნობისთვის. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით რეკლამის შემდგომ უკვე მეორე ბლოკით. ვაგრძელებთ გადაცემას მეორე ბლოკის სტუმრები არიან პარტია სახალხო ხელისუფლების წარმომადგენლები სულხან კოჩალიძე, სახალხო ხელისუფლების აჭარის კურატორი, ხულოს მუნიციპალიტეტის სის პირველი ნომერი, ზია საგინაძე, ხულოს მერობის კანდიდატი, თენგო შავაძე, ხულო დიოკნისის თემის დეპუტატობის კანდიდატი, რამინი მითხარით, დიახ, რამინ მელაძე, გახლავთ ქალაქ ბათუმის საკრებულოს სის პირველი ნომერი, მერაბ აბესლამიძე, ქალაქ ბათუმის სის მეორე ნომერი, აეროპორტის ადლია გონიოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ძალიან დიდ მადლობა ბატონებო გადაცემაში მობრძანებისთვის. აგიხსნით მარტივად რომ დაახლოებით 25 წუთი გვაქვს საეთერო დრო ყველა პოლიტიკურ პარტიას ბუნებრივია ეთმობა ერთი და იგივე დრო და შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის რომ თავარი გზავნილები მივიტანოთ მაყურებლამდე ბატონო სულხან პირველ რიგში გისმენთ თქვენ წარგვიდგინეთ თქვენი გუნდი და შემდგომ უკვე კონკრეტულ კითხვებს დავსვამ მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით აჭარის ტელევიზიის მაყურებელს რადიო მსმენელებს მინდა წარმოგიდგინოთ ქალაქ ბათუმის სის პირველი ნომერი რამინ მელაძე, ქალაქ ბათუმის სის პირველი ნომერი, უმაღლესი განათლებით ეკონომისტი, მერაბ აბესლამიძე, ქალაქ ბათუმის ადლია გონიო
მაჟორიტარობის კანდიდატი უმაღლესი განათლებით წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის მაიორი. მურმან ბერიძე ასევე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, უმაღლესი განათლებით, თამარის დასახლების მაჟორიტარი, მურმან ბერიძე ქალაქ ბათუმის ჭავჭავაძე პუშკინის ბაგრატიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ფარმარიანი ქალაქ ბათუმის ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეხლა გადავალ ხულოს რაიონზე, გულვარდი დეკანაძე, დეკანაშვილების თემის მაჟორიტარობის კანდიდატი, ქალბატონი, რომელიც 40 წელია ემსახურება რაიონს და კურორტ ბეშუმს, ექთანი, მე და თენგი შავაძე, დიოკნისის თემის მაჟორიტარი ფინანსისტი, გოგიტა მელაძე, ვაშლოვნის თემის მაჟორიტარი, ბადრი შავაძე, რიყეთის თემის მაჟორიტარი, ვეტექიმი, ადამიანი, რომელიც ემსახურება 40 წელია რაიონს. ვეფხვია ბერიძე, ხორჯომის თემის მაჟორიტარი, პერსპექტიული ახალგაზრდა, იურისტი, ასლან გაბაიძე, ხიხაძირის თემის მაჟორიტარი, ტარიელ მახარაძე, სხალთის მაჟორიტარი და თეიმურაზ მელაძე დაბა ხულოს მაჟორიტარი. კი ბატონო, გასაგებია, ეს არის სია, რომელიც ჩვენს მაჟორიტარებს. კი ბატონო, მაყურებელს გავაცანით. ახლა პირველი კითხვა მექნება თქვენთან, როგორია მოლოდინი, ბუნებრივია თქვენ ამ ხნის განმავლობაში ალბათ ამ მრჩეველთან შეხვედრები გქონდათ, რას გეუბნებიან ისინი, რა არის მათი მთავარი სათქმელი, რა არის პრობლემები, რომელზეც ყურადღებას გემახვილებენ, ამ თემებზე ვისაუბროთ და შემდგომ უკვე პარტიის მოლოდინებზე, ზოგადად პარტიაზეც მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. გასაგებია ბატონო ირაკი ამ მოლოდინებზე და უშუალოდ პრობლემებზე რაიონში რაც გვაქვს მინდა რომ ბატონმა ზიამი საუბროს ამ საკითხებზე მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები უფრო მას აქვს მე უფრო შტაბურ მუშაობაზე ვარ გადასული და ბატონო ზია უფრო ისაუბრებს ამაზე დაწვრილებით მოგესალმებით ბატონო მიესალმებით ტელემაყურებელს მადლობა მოწვევისათვის სასიამოვნოა როცა არჩევნები მიმდინარეობს ქვეყანაში ეს ნიშნავს იმას რომ სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში მისასალმებელია ეს უნდა იყოს ზეიმი და არა ერთი მეორის ხელის გადაგრეხა ერთი მეორესთან მართლა ისეთ ყოფაში ბრძოლა რასაც ქვია ადრე ზონდერული ბრძოლები რომ იყო ხოლმე ზონდერული ბრძოლები იყო შედარებით უკეთ მდგომარეობაში მიმდინარეობს ეხლა მე მოგიყვებით ხულოს რაიონში მიმდინარე პროცესებზე მე თითქმის ყველა მოსახლესთან მივედი ადგილებზე ოჯახებში ყველგან მაქვს შეხვედრები საკმაოდ მაღალ დონეზე სასიამოვნოა რომ ქვეყანაში დაიწყო და მოსახლეობა მოხარულია იმისათვის რომ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან და შემდეგ ყველაზე მისასალმებელი ის არის რომ თვით მოსახლეობას უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და ამაში ალბათ ეს ჩვენი მთლიანი პრიორიტეტია ჩვენმა გაერთიანებამ სახალხო ხელისუფლებამ ჩაერთოს მოსახლეობას დაუბრუნოს ეს საკრებულოები დაბრუნდნენ საკრებულოებში ნორმალური წესიერი მაჟორიტარები ჩვენ გვყავს მაჟორიტარების სია როცა წარვადგინეთ კომისიაში მაშინ გაუკვირდათ თურმე ეს ხალხი ეს წესიერი ხალხი ცხოვრობს და შრომობს ხულოს რაიონში იმდენადაც აქვთ ესეთი წარმოდგენა რომ ეს დეპუტატები უცვლელი არიან უნდა იყოს ერთი და იგივე სიის წარმომადგენელი ის უნდა იყოს დაუშვათ მეორე არჩევნებზეც მესამე არჩევნებზეც და ესე უნდა ბრუნავდეს ეს ყველაფერი სინამდვილეში მე ჩვენ წარვადგინეთ ძალიან წესიერი და ნორმალური დეპუტაცია კანდიდატები რომლებიც პირდაპირ დავიწყებ დეკანაშვილების საკრებულოში წარვადგინეთ ქალბატონი გულიკო დეკანაძე 40 წელია ემსახურება რაიონს თვითონ ექთანი ქალია ძალიან ბევრი გადარჩენილი ყავს სიკვდილს, ძალიან ბევრი გამოსტაცა კიდევ ახლანდელი დაავადებები რომ არის ბევრი ახალგაზრდა რომელიც მიტმასნილია მოსაწევთან და კიდევ სხვა რამეებთან ეს ქალი არის ნამდვილად გამსვლელი, მაგრამ უბედურება მეორეა მე წაღან აღნიშნე, რასაც ქვია ისევე ზონდერული მიდგომა ამ არჩევნებზე. რაც მე აღნიშნე წაღან
მთელი საზოგადოება ხარს უჭერს, რა თქმა უნდა, იციან ამ ქალის გამოცდილება, მაგრამ აი აგერ სიაში მის საკრებულოში ჩასმული არის ხუთი დეპუტატობის კანდიდატი სიით ჩასმული, მეხუთე არის თვითონ მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ არის რა თქმა უნდა მერობის კანდიდატი სახელმწიფო ბანაკიდან, არის შტაბის უფროსი, ესე იგი ეს ხალხი პირდაპირ გვებრძვის იმისათვის, რომ ჩვენ ვერ გავიდეთ. სინამდვილეში ავტორიტეტი ძალიან მაღალია. თუმცა ხომ მხოლოდ ქართული ოცნება არღებულობს მონაწილეობას რა თქმა უნდა არიან შესაბამისად მაყურებელი რომ არ დავაბნიოთ, ანუ გულისხმობთ მხოლოდ მართლ პარტიას, რომელიც ღებულობს მონაწილეობას და სხვებთან არ გვაქვს ჩვენ ისეთი დამოკიდებულება, თუნდაც იმიტომ რომ იმათ ყავთ რა თქმა უნდა მათი კანდიდატები, მაგრამ ჩვენი გაცილებით ძლიერი და უფრო რეიტინგული კანდიდატები ყავს. ასევე ფუშრუკავლის საკრებულოში მოგვიხდა ესეთი რამე, მოახსნევინეს კანდიდატურა კაცს, რომელიც ნამდვილად გამსვლელი იყო, ეს ჩვენ გავატარეთ. შემდეგ დიდაჭარის საკრებულოში პირდაპირ იყო ისეთი კაცს ოჯახი კინაღამ დაუშალეს, იმ დონეზე მიიყვანეს. მოახსნევინეს შესუმო პირი მყავდა წარდგენილი კანდიდატურა და მოახსნევინეს კანდიდატურა, რადგან ის გამსვლელი კანდიდატი იყო. ესეთი წინააღმდეგობები არის და თუ ეს წინააღმდეგობები არ ამოიფრება, გაგვიჭირდება. გასაგებია, ახლა მითხარით, რას პირდებით თქვენ იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ დაგიჭერენ მხარს? თუ კი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს, ჩვენი პრიორიტეტი ვთქვით, რომ ხალხს დაუბრუნებთ საკრებულოს. აი, რომ ნამდვილად ეს მოსახლეობიდან, ქვევიდან აირჩეს ყველა დეპუტატი და ყველა წარმომადგენელი აირჩეს ხალხის ნებით. გასაგებია. ბატონ რამინ, სის პირველი ნომერი ბრძანდებით საკრებულოში. მითხარით, აი ამ თუნდაც ამ მრჩეველთან შეხვედრების დროს რა არის ყველაზე მეტი პრობლემა, რომელზეც ქალაქთან დაკავშირებით გეუბნებიან, თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარების გზები, რადგან მაყურებელს ახლა ყველაზე მეტად ნებისმიერი პარტიიდან აინტერესებს სწორედ იმ გამოსავლის პოვნა, რასაც თქვენ ახლა დაპირდებით მათ. მოგესალმებით მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიმდინარე მოვლენებს მოგახსენებთ, დროის სიმსივნის გამო ჩვენ ძალიან გვიან ჩავერთეთ საარჩევნო მარათონში. ეს ახალი პლატფორმაა, ინიციატივაა, რომ სისტემა არ უნდა იყოს ხელისუფლების წყარო. ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი, ხალხმა უნდა მართოს, თვითონ მან უნდა აერჩიოს და მან უნდა იყოს ყველაფრის დამკვეთი. ჩვენ ვინც მუნიციპალიტეტში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის კეთილდღეობა იქნას დაცული, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ამასთან მინდა აღნიშნო კიდევ ის ფაქტორი, რომ ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ დღეშია ქალაქ ბათუმში. მე შეხვედრების დროს მგონია შეხვედრების დროს დამახვილებული იყო ეს ამაში იმას გულისხმობ, რომ გასაგებია შენდება მაღალსართულიანი სახლები, ხალხი დამკვეთი არის, შემსრულებელი აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ინფრასტრუქტურა მოგვარებული არ აქვს ელემენტარულად, არ აქვს კანალიზაცია, არ აქვს წყალი, არ აქვს შუქი შეყვანილი და აშენებს ამ შენობას და ამ შენობაში მერე ამ შენობას რომ ამთავრებს, მერე ისე ხდება, რომ მოსახლეობა, ვისაც თანხა აქვს ჩადებული, იძულებულია რომ დროის ან გაწელვის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში სახლდება შიგნით და ეს ქმნის თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ უქმნის დისკომფორტს, ეს ერთი. და მეორე ეს პრობლემა რჩება პრობლემად. ქალაქის მასშტაბით არის ათეულობით სახლი, შემიძლია ვთქვა, რომ არის დღესდღეობით მოუგვარებელია ეს პრობლემა და ზოგი ნაგავსაყრელად არის ქცეული, ზოგი ანტისანიტარიაა და ერთი სიტყვით ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით. ანუ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კომპანიების მიერ აშენებული სახლები, რომლებიც არ არის დასრულებული. კი ბატონო. როგორ წარმოგედგენიათ კერძო კომპანიებთან ამ პრობლემის მოგვარება? ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი გადასახედიდან ამაში ვგორ ეს აქ იკვეთება გარიგებები, ამას უნდა აკონტროლებდეს აუდიტი, უნდა აკონტროლებდეს თვითონ მერის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური
კაბინეტებში და სავარძლების თბობა კი არ უნდათ ბოდიში ამ სიტყვისთვის. უნდათ გასვლა ადგილზე და ადგილზე უნდა ამ საკითხის შესწავლა. და ეს ყურადსაღები უნდა იყოს და დასაწყისიდანვე ჩადებული უნდა იყოს ამ ინფრასტრუქტურის მოგვარების საკითხი და ინფრასტრუქტურა რომ მოგვარებული იქნება, მე რეაკეთონ ამ ხალხმა საქმე. ინფრასტრუქტურა თქვენ თვითონ შეგიძლიათ ანდალთ გსმენიათ კიდეც რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სუნია და ნუ მე ახლა იმის თქმა არ მინდა რომ ამით ტურისტული რაღაც განვითარებას მე რაღაცაზე იმაშობი ბლოკავან. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჯერ უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურა და მე უნდა მოხდეს ამ შენებლობის გამართვა და ხალხის გასაგებია. ბატონ ბერა, სის მეორე ნომერი ხართ, თუ შეგიძლიათ თქვენც მითხარით რა არის ბათუმში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი პრობლემები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმები აჭარის ტელევიზიის მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. მე ვარ პარტიული სის მეორე ნომერი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, მაჟორიტარულ არჩევნებში და ვარ აგრეთვე მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ანგისა, კახაბერი, ახალი სოფელი, გონიო აეროპორტის დასახლების ამ ტერიტორიაზე. ფაქტიურად ვარ იქ დაბადებული, გაზრდილი, ვცხოვრობ კახაბერში. მე მომეცა შანსი, რომ ჩავდგე ამ ხალხის სამსახურში, დავეხმარო ჩემ მოსახლეობას, რომ მათი გაჭირვება მოვიტანო საკრებულოში. არასდროს 25 წელიწადი მუშაობდი შინაგან საქმეთა ორგანოებში და ვიცი რა არის დახმარება და ის რასაც მე ვიღებდი სარგებლობას ამ ხალხისგან, რომ მიეხმარებოდა ეს დიდი წარმოუდგენელი იგი იყო ქონება. ეხლა კიდე მაქვს შანსი რომ გამოვიყენო ეს და გავხდე დეპუტატობის კანდიდატი. რამოდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ, ვინაიდან პარტია ძალიან გვიან დაფუძნდა და ამ ხალხის ერთადერთი და ძალიან დიდი გაჭირვება კახაბრის, ადლის ტერიტორიებზე არ არის კანალიზაციის სისტემა. წყალი მოიყვანა მთავრობამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობელი ვართ, მაგრამ საკანალიზაციო სისტემა. მე არის ნაგავსაყრელი გონიოს აქეთ ჭოროხის ტერიტორიაზე, რომელიც ხანდახან ისეთი სუნი დგება, რომ აუტანელი მდგომარეობა ამ ხალხს და ალბათ ჩემი საშუალება თუ მომეცემა ამ ინფორმაციას მივიტან საკრებულოში, რომ დაუდგე ამ ხალხს გვერდით. გასაგებია, მადლობა დაგიბრუნდებით. ისევ ბატონ თენგო, თქვენც რომ გითხრათ, რა არის ის მთავარი პრობლემები, მთავარი გზავნილი საზოგადოებისგან და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება? ბატონო, მოგესალმებით. ბატონებო, მივესალმები თქვენ მაყურებელს, მივესალმები ჩვენს სამურჩევლებს. მე შევეხები ორგანიზაციული საქმის, შევეხები სოციალური საქმის, შევეხები სოფლის მეურნეობას. გისმენთ. ეხლა დღეს მდგომარეობით 12 წელია მერის წარმომადგენელი არის თემებში და საკრებულოებში. ასე რომ ვთქვათ, მისი წარმომადგენელი რწმუნებული. აქ ხალხის არაფერი არ არის. ხალხსა და მთავრობას შორის უკვე იმ რწმუნებულთან მთავრდება. პირველ რიგში ხალხს უნდა დაუბრუნოთ ხელისუფლება. ეს უნდა შეიცვალოს ეს სისტემა. ხალხის წარმომადგენელი უნდა იყოს რაიონში არა, რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მოსახლეობასთან. სოციალური საკითხი ძალიან ტკინეული მდგომარეობა არის ამის შესახებ. ასეთი პრაქტიკული მაგალითი მინდა ვთქვა, რომ მე თვითონ სოფელში ვაკეთებ წყალკანალს და 15 ახალგაზრდა მოვიდა დასაქმებაზე. გაუფორმე ხელშეკრულება, მაგრამ ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ მე რო ხელფას ჩაურიცხავდი, მის ანგარიშზე გამოჩნდება სოციალურ დახმარებას მოვხსნიდი. ეს მეთოდი უნდა შეიცვალოს, გაათმაგდეს, უნდა დავეხმაროთ ხალხს, მაგრამ ასეთი მეთოდით არა, რომ იმ ახალგაზრდამ ქუჩაში დარჩენ და ვერ დავასაქმე ვერცეთი. სოფლის მეურნეობა, ხულოს რაიონში მაღალი მთის ზონა არის, გაშენებული გვაქვს ახალი კულტურა, ჟოლოს კულტურა, სადაც რომ ვაწარმოებთ დაახლოებით 500 ტონამდე. როგორია შედეგები, ესეც გითხარით საინტერესო. შედეგები როგორია? სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის რაიონის ხელმძღვანელობა საერთოდ არ არის ჩართული ამ სისტემაში. თვითონ ჩვენ შევქმნით ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ, მაგრამ მალფუჯადი პროდუქცია არის, ამას ჭირდება ადგილზე სამაცივრო მეურნეობის მოწყობა. სასაქონლო სახეს ვერ ვაძლევთ, რომ ამ პროდუქციამ ბაზარზე გავიტანოთ წესიერად და გავყიდოთ. ამისათვის ჩართულობა არის საჭირო და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ და ვიღონებთ, რომ ეს ყველაფერი ხალხს ხელში მივცეთ და დავეხმაროთ და გვერდზე დაუდგეთ. რო დამაგდეს სოფელში მოსახლეობა. აი სოციალურმა საკითხმა, ასეთმა საკითხმა, რომელიც რომ სამასლიანი დახმარებები აქვთ, სოფელი დააცარიელა. ახალგაზრდებმა გაიქცნენ.
90 წელს მეახლებული მოსახლეობა დარჩა იქა. 100%-ით არის დაცლილი სოფლები. მე მინდა რომ ეს საკითხი მოგვარებული იყოს სხვანაირად. ჩვენ მივცეთ იმ ხალხს. ერთდროულად მივცეთ ის ფული. დავეხმაროთ რომ აშენოს ან გადამუშავებული საამქრო, ან გააკეთოს გააშენოს ბაღი, ან ერთწლიანი კულტურები, ან მეცხოველეობა შექმნას, ან საოჯახო სასტუმროების შექმნას. ასეთნაირად სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის დიდი ზღვარია. ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ ეს. არ უნდა იყოს არც ნაცი, არც ქოცი და არავინ. ჩვენ გვინდა ერთიანად ვიცხოვროთ, გაერთიანებულად ვიცხოვროთ. გვინდა რომ სოფელი სოფელს გავდეს და თავისი ეკონომიკა აიწიოს მაღლა. თუ ჩვენ ხალხი აგვირჩევს, ჩვენ შეხვედრები გვაქვს და ძალიან მოვწევთ. ჩვენ თუ ხალხი აგვირჩევთ, ალბათ ამ პირველ რიგში ამ საკითხებს დავაყენებთ და მოვაგვარებთ. იმიტომ რომ ეს საკითხი არის პირველ რიგში სოფლის გადარჩენის პირველი პრიორიტეტი და მიზანი. თქვენი ხედვაც მითხარით ტურიზმთან დაკავშირებით როგორ ვითარდება, აი რას უყურებთ სტატისტიკაც შეგიძლიათ მოვიყვანოთ, ანუ მართველი გუნდი ამბობდა რომ დაახლოებით 10%-ზე მეტად არის ამ დროისთვის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, თუნდაც ამ ზაფხულის სტატისტიკით, აი თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას, რა პრობლემებს ხედავთ ამ ტურიზმის მიმართულებით და რა არის მისი გადაჭრის გზები, თუ კი ესეთ პრობლემა არსებობს? უფრო მეტად ტურიზმი 10%-ით კი არა, 50%-ით გაიზრდებოდა, რომ დროულად გზები გაეკეთებინათ. 10 წელია მოსახლეობა, როგორც დიდი გამოვლების მანქანები დადიოდა ბეშუმის ტერიტორიაზე და დასასვენებელ კურორტებზე. წელს ცოტა მოგვარდა ეს საკითხები. ფაქტიურად ტურიზმი მოდის ყველა ქვეყნიდან. ამას უნდა მხოლოდ სახელმწიფოს ნება და დაიცვას ის ტურისტი და საოჯახო ან სასტუმროების ან სხვა ინფრასტრუქტურის შექმნა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ ტურიზმის მიღებაში, გამასპინძლებაში. ჩვენი ხედვა უნდა დავანახოთ ამ ტურისტს, რომ განმეორებით ჩამოვიდეს. ეხლა შეიძლება თავისინებით მოდის ტურისტი მიდის, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებას რაღაც წვლილი შეაქვს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ. ამის შესაძლებლობა აქვს ხულოს რაიონის, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოტენციალი უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩვენ კარგად განვითარდეთ. ჩვენ დადგება ალბათ რომ შეიძლება სოფლიოში დიდი საჩვენებელი ქვეყანა და რაიონი იყოს და ჩვენი აჭარა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ დღესდღეობით რომ საუბრობენ ასეც არ არის, კუსტარვათ მიდის. ფალსიფიცირებული საუბარი არ საჭირო. უნდა იყოს შექმნილი ინფრასტრუქტურა. მე წაღან თქვი, სოციალურ მდგომარეობაში 300 ლარს აძლევენ ყოველთვიურად და დამონებული ყავან არჩევნების მიზნით. ეს რომ ერთდროულად მისცენ 5 წლის ფული, შეიძლება კაცმა საოჯახო სასტუმრო შექმნას და რამოდენიმე ტურისტი დაემატოს. შექმნას ისეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომ მისაღებელი იყოს ტურისტისათვის. ბატონ სულხან, მადლობა, ბატონ სულხან. პარტიის შესახებაც მინდა რომ მოგვიყვეთ, რა მოლოდინები გაქვთ, აი თითქმის ყველა თქვენი გუნდის წევრებმა აღნიშნა, რომ ახალი შექმნილი პარტია ბევრი დრო არ გქონდათ იმისთვის, რომ ამორჩეულთან მეტი კომუნიკაცია გქონოდათ და ასე შემდეგ. ახალი პარტიის შექმნის კვალობაზე როგორია მოლოდინები, რას ელოდებით ამ არჩევნებისგან? ამ არჩევნებისგან ჩვენ პირველ რიგში ველოდებით, რომ მოსახლეობა სწორ არჩევნას გააკეთეს, ირაკლი და ჩვენ საკმარისად შევალთ საკრებულოში, სადაც 13 მუნიციპალიტეტში ვართ ამ თვითონ წარმოდგენილი, რადგან მან ნამდვილად პატარა დრო ჰქონდა, აჭარაშიც იყო კიდე სხვა მუნიციპალიტეტებში ცდილობა რომ ჩამოყალიბებულიყო პარტია და საკრებულოს მაჟორიტარი თუ წევრები ყოლოდა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო და პირველ რიგში ხელშეშლიდან გამომდინარე, მაინც ის ძველი მეთოდები და ჩარჩენილია ბევრი ისეთი ადამიანები, იმიტომ რომ დღეს ვერ დავკარგავთ ხელისუფლებას ჩვენ ამას, რომ ებძვის კორუფციას, ებძვის პირდაპირ გამოვიდა და თქვა პრემიერმა, რომ უნდა ჩატარდეს სუფთა კარგი არჩევნები, მაგრამ მაინც ხდება ხელშეშლა ადგილობრივ ხელისუფლებისგან. ცენტრალური ხელისუფლებიდან არ მოდის ეს. ხდება ადგილობრივ ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ქალაქ ბათუმში და ხულოს რაიონში წარმოადგენთ მაჟორიტარები და ჩვენ გვჭირდა დარწმუნებული ვარ უბრალოდ რომ ისეთი შედეგები გვექნება ჩვენ საკრებულოებში, რაც ძველ პარტიებს დღეს რომ დიდი ხანია მონაწილეობას ღებულობენ, იმ პარტიებს ესეთი შედეგები. აი რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? თუნდაც ხალხის და სუფთა ადამიანების მიყვანის პარტიაში. ჩვენ არ გაგვირჩევია, ჩვენ დავამთავრეთ ქოცი და ნაცი. დავამთავრეთ სიძულვილის ენით საუბარი. ჩვენ პარტიაში ყავს
ქართული ოცნებაში ნავყოფნი ადამიანები, რომლებიც სუფთები არიან, ნაციონალურ მოძრაობაში ნავყოფნი ადამიანი, რომელიც სუფთაა და ის მისი გულწრფელობით, მისი რაიონის და მისი საკრებულოს სიყვარულით იყო იქ და ჯეროდა რომ ის რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ არ მისცეს საშუალება რომ მას გაეკეთებია ის რის გაკეთებას უნდა და დღეს ესეთი გუნდი ყავს ჩვენ მთლიანობაში შემოკრებილი და ესეთი გუნდია თუნდაც ზევით ბატონი ლევან მამალაძე, ქალბატონი მანანა, ბატონი ემზარკვიციანი, ისეთი გუნდია რომ სუფთა ადამიანები არიან, ვინც ერთადერთი ლიდერი ყავს ბატონი ლევანი თუნდაც, რომელიც პოლიტიკური დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელია და იცის რა უნდა აკეთოს ხელისუფლებამ ხალხისთვის. და ზუსტად ყოველთვის იმას ვამბობთ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და ხელისუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა ხალხი ხელისუფლებას. გასაგებია. ზუსტად გვაქვს დარჩენილი 2 წუთი. აქედან გამომდინარე, ვისაც გაქვთ სურვილი, მთავარი სათქმელი რაც გაქვთ უთხარით მაყურებელს და ამით უნდა დავასრულოთ გადაცემა. მე მინდა მივმართო ჩვენს ამორჩეველს, ძვირფას ბათუმელებს, რომ ხარი დაგვიჭირონ და გააფერადონ 14 და ჩვენ მზად ვართ რომ მათი კეთილდღეობისთვის ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ერთად მივახციოთ სასურველ შედეგს. ღმერთმა დავლოცოს დაულოცა მთელს ოჯახებით და ღმერთმა დავლოცოს მთელი საქართველო. ჩვენი ბატონო რაკლი კიდევ ერთხელ ჩვენ სახალხო ხელისუფლების გუნდი მთლიანობაში იქნება ხალხის ხმა საკრებულოებში და იქნება მათი პრობლემების მოგვარებაში დაკავებული. ამის პირობას ვაძლევთ და პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, რომ მაიცა ის ძველი მეთოდები შემორჩენილი, მე მოვმართავთ საზოგადოებას. თუ შემოგდავაზებენ ფულს, აიღეთ, თუ დაგაჟენენ მარშრუტკებში და გაიზულებენ რომ მიხვიდეთ ამ საარჩევნო ურნებთან. მიდით და ურნასთან საარჩევნო ყუთთან გააკეთეთ სწორი არჩევანი, შემოხაზეთ ნომერი, გააფერადეთ ნომერი 14 და პირობას გაძლევთ ჩვენ რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი ხმა საკრებულოში და თქვენ პრობლემის მოგვარებაში ყველაზე დიდ წვლილს შევიტანთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სამწუხაროდ ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ამით დღევანდელი გადაცემაც დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს უკვე დასკვნითი გადაცემით შევხვდებით 4 შაბათს, იქამდე კი მე და თქვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ საინფორმაციო გამოშვებაში. მადლობა რომ გვიყურებთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.